ევროპული სამართალი სამხრეთ კავკასიაში ბათუმის სახელმწიფო და ავსტრიის გრაციის უნივერსიტეტების ერთობლივი საზაფხულო სკოლა დაიხურა. 14 ქვეყნის 37 სტუდენტს 12 დღის განმავლობაში ევროპული სამართლის საფუძვლები ქართველმა და უცხოელმა ტრენერებმა გააცნეს. მათ სერტიფიკატები გადაეცათ. შეიქმნა ახალგაზრდა მეცნიერთა მულტიკულტურული ჯგუფის საზაფხულო სკოლის მხარდამჭერი ევროკავშირის განათლების პროგრამა ჟან მონე, ბათუმის მერია და აჭარის სპორტის დეპარტამენტია. განხილული იყო და შესწავლილი იყო ესეთი საკითხები, როგორიც არის თქვა, სამართლებრივი კუთხით უსაფრთხოების პრობლემები, როგორიცაა თქვა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემები და ასე შემდგომ. საინტერესოა, რომ აი ამ საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტები 13 ქვეყნიდან ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდნენ, მათ აქვს ძალიან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები. უნებრივია, რომ მასში ჩართული იყვნენ ქართველი სტუდენტებიც და ეს მათ საშუალებას მისცემს შემდგომში მონაწილეობა მიიღონ აქტიურად გაცვლით პროგრამებში წავიდნენ და ესხმრონ ევროპის თუ ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა უნივერსიტეტებს. ჩვენ გვაქვს პროგრამა ერთჯერადი თავისუფალი პროექტი, რაც ითვალისწინებს მსგავსი პროექტების დაფინანსებას და აჭარის და სპორტის ახალგაზრდობის დეპარტამენტი მოხარულია მსგავს პროექტებში მონაწილეობას. მე სარგებლო შემთხვევით მადლობას ვუხდი ყველა მონაწილე და ყველა ორგანიზატორს და ბუნებრივია ჩვენ გავაგრძელებთ მსგავს პროექტებში მონაწილეობას. საზაფხულო სკოლის განმავლობაში გავერთანით ევროპული სამართლის ინსტიტუტებს, რეგულაციებს და აგრეთვე იმას თუ რა მნიშვნელობა ჰქონდათ და აქვს მათ ზოგადად ევროპისათვის, ევროპის გაერთიანებისთვის და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს მათ საქართველოსთვის. გამომადგება იმ თვალსაზრისით, რომ ამ ცოდნის გამოყენებას ვაპირებ სხვადასხვა მხრივ. კავკასიაში პირველად ვარ, ძალიან კარგ დროს ვატარებ ბათუმში. ადამიანები გარემო სტუმართმოყვარეობა ძალიან მომწონს. ამერიკას საქართველოსთან ძალიან კარგი მეგობრული ურთიერთობა აქვს. მე როგორც შეერთებული შტატების მოქალაქემ ბევრი ახალი რამ გავიგე თქვენი ქვეყნის შესახებ. ქართველები მეგობრული, სტუმართმოყვარე და თბილი ხალხია.